სასერტიფიკაციო გამოცდა ფიზიკაში 2025 წელი ამოცანა ნომერი 36. ნიუ მოლი ერთატომიანი იდეალური აირის მდგომარეობა იცვლება შემდეგი კანონითო, მოცემული გვაქვს. V კვადრატის დამოკიდებულება ტემპერატურაზე, V კვადრატი უდრის αλფა t-ს, სადაც V აირისა მოცულობაა, t აბსოლუტური ტემპერატურა, ხოლო ალფა მოცემული მუდმივა არისო, ალფა უდრის კონსტანტას, ხო? ვითხრეს. აირის საწყისი მოცულობაა V0-იო, ესე იგი საწყის მდგომარეობაში საწყისი მოცულობა არის V0, ხოლო საბოლოო მდგომარეობაში V2 გამხდარა 2 V0-ის ტოლი და იდეალური არის უნივერსალური მუდმივა არის R-იო და გვეკითხებიან აქ რამდენიმე კითხვა არის მოცემული და იმაზე უნდა გავცეთ პასუხები. კარგით, მოდით ახლა პირველი რას ვეკითხებიან შევხედოთ. პირველში აინტერესებს რამდენჯერ შეიცვალა R-ის წდება. მოდი ამისთვის ჩავწეროთ კლაპეირონ მენდელეევის იდეალური R-ის მდგომარეობის განტოლება. PV ტოლი არის ნიუ R-ტესი. საიდანაც S-თვის რას მივიღებთ? P ტოლი იქნება ნიუ R T შეფარდებული V-სთან, ხო? საიდანაც ახლა P1-ისთვის საწყის მდგომარეობაში P1 გამოგვივა, P1 ტოლი არის ნიუ R T1 შეფარდებული V-თან. ანალოგიურად P2, P2-ისთვის მივიღებთ, რომ ეს ტოლი იქნება ნიუ R T2 შეფარდებული V2-თან. და ახლა მოდით ქვედა ტოლობა გავყოთ Z-აზე, ესე იგი რა გამოგვივა? P2-ის შეფარდება გვაინტერესებს P1-თან და ამ შეფარდებას თუ იპოვეთ, რამდენჯერ შეიცვალა, ეს ჩვენი ცნება გავარკვევთ. P2-ს რო გავყოთ P1-ზე ნიუ R-ები შევეკვეცება და რა დაგვრჩება? T2 შეფარდებული V2-თან კიდე გაიყოფა T1 V1-ზე, ანუ გამრავლდება მაგის შებრუნებულზე V1 T1-ზე, ხო? ახლა გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ V1 თავისუფლი მოცემულობით ტოლი არის V0-ის, აი ეს არის V0. V2 ტოლი არის 2 V0-ის, აი ეს არის 2 V0. ასე. ესენი შევეკვეცება და P2 შეფარდება P1-ისთვის მივიღებთ შემდეგ გამოსახულებას, ეს ტოლი იქნება 1/2 T2 შეფარდებული T1-თან, ხო? ეხლა ჩვენ ამ გამოსახულებას თუ ვიპოვით, ნუ P2 შეფარდება P1-თანაც ვიპოვია, ხო? ამისთვის მოდით ასე მოვიქცეთ. ასე რომ გავაკეთოთ ახლა ჩვენ მეორე მხრივ აი შევხედოთ V კვადრატი ხო αλφα t-ს ტოლია. მაშინ V1-ის კვადრატი αλφα t1 იქნება. V2-ის კვადრატი αλφα t2 იქნება, ხო? V2-ის კვადრატი. V1 არის V0, ვიცით, ანუ V0-ის კვადრატი ტოლი αλφα t1-ის. V2 არის 2 V0 და მაგის კვადრატი მოგვცემს 4 V0 კვადრატს. ამიტომ აქ დავწეროთ 4 V0 კვადრატი. აჰა, ესე იგი 4 V0 კვადრატი უდრის αλφα t2-ს და V0 კვადრატი უდრის αλφα t1-ს და ჩვენ გვაინტერესებს T2 შეფარდება T1-თან. ამიტომ ქვედა გავყოთ Z-აზე. ქვედას თუ გავყოთ Z-აზე, 4 V0 კვადრატს თუ გავყოთ V0 კვადრატზე მივიღებთ 4-ს. ესე იგი 4 ტოლი იქნება. αλφα t2-ს რო გავყოთ αλφα t1-ზე, ალფები შევეკვეცება და დაგვრჩება T2-ის შეფარდება T1-თან. აჰა, ესე იგი აი ეს გამოსახულება 4-ის ტოლი ყოფილა 1/2 4-ზე გამრავლდება, მივიღებთ 2-ს. ესე იგი რა გამოგვდის, რომ P2 შეფარდება P1-თან თუ 2-ია, P2 ტოლი ყოფილა 2 P1-ის. 2 P1-ის. შესაბამისად წლება ორჯერ გაზრდილა. ესე იგი პირველში დავწეროთ პასუხი ორჯერ გაიზარდა. ხა გადავიდეთ მეორეზე, გვაქვს მეორეში შევხედოთ. მეორეში აინტერესებთ აირის წნევის მოცულობაზე დამოკიდებულების PV კანონი გავარკვიოთ როგორი სახე აქვს. კარგით, ახლა აქაც გამოვიყენოთ, მოდით აი ეს დამოკიდებულება მდგომარეობის განტოლება. ესე იგი PV ტოლი არის ნიუ R-ტესი, ხო? მაგრამ მეორე მხრივ აი ამ გამოსახულებიდან მოდით T ვიპოვოთ, აქედან T ხო ტოლი იქნება V კვადრატი შეფარდებული αλφასთან და წავიღოთ და აი აქ ჩავსვათ ეს ჩვენი T. ანუ რა გამოგვივა ჩვენ მეორეში გამოგვივა რომ PV ტოლი ყოფილა ნიუ R, ხო? T არის V კვადრატი შეფარდებული, V კვადრატი შეფარდებული αλφასთან, ეს V და ეს V კვადრატი შევეკვეცა და აქედან გამოგვდის რომ ეს V-ზე დამოკიდებულებას ქონია შემდეგი სახე ნიუ R შეფარდებული αλφასთან და კიდე გამრავლებული V-ზე. ესე იგი მეორეში რა გამოგვივიდა, დავწეროთ. მეორეში PS V-ზე დამოკიდებულება ყოფილა ნიუ R შეფარდებული αλφასთან V. კი ბატონო, ახლა მესამე, ნახოთ მესამეში. რა გვაქვს მესამე. აირის მიერ შესრულებული მუშაობა აინტერესებთ. ახლა აი ამ გამოსახულებას თუ დავაკვირდებით, S V-ზე დამოკიდებულებას არის წფივი. წფივად არის დამოკიდებული PV-ზე. შესაბამისად, მუშაობისთვის რას მივიღებთ? შესაბამისად, მუშაობა ტოლი იქნება P საშუალო, წნევის საშუალო მნიშვნელობა გამრავლებული მოცულობის ცვლილებაზე. P საშუალო არის P1 პლუს P2 შეფარდებული 2-თან, დელტა V კიდე არის V2-ს მინუს V1. ეს ტოლი იქნება. ახლა P1 სად არის P1? P1 ჩვენ უკვე განსაზღვრული გვაქვს, ხო? P1 სადა გვაქვს, აი ეს დამოკიდებულება გვაქვს, შესაბამისად აქედან ჩვენ რა გამოგვივა? ჩვენ აქედან გამოგვივა რომ P1, აქედან P1 ხო ტოლი იქნება
ნიუ ერი შეფარდებული ალფასთან v1-ის, ხოლო p2 ტოლი იქნება ნიუ ერი შეფარდებული ალფასთან v2, ხო? მოდით ამას ცოტა ზემოთ ავწერთ, თორე არ დაგვეტევა. აი, აქეთ გადმოვიდან, ასე. კი ბატონო. ასე ბატონო ჩემო. და შევიტანოთ ახლა ეს მნიშვნელობები. ეს მნიშვნელობები შევიტანოთ p1-ის და p2-ის მაგივრად. ესე იგი, რა გვიქნება ჩვენ ნიუ ერი v1 პლუს ნიუ ერი v2 შეფარდებული 2 ალფასთან, ხო? კიდე გამრავლდება v2-ს მინუს v1. ეხლა მოდით აქედან გავიტანოთ ფრჩხილებს გარეთ. ნიუ ერი გვიქნება ნიუ ერი შეფარდებული 2 ალფასთან v2-ს პლუს v1 v2-ს მინუს v1. ეს კიდე არის v2-ის კვადრატს მინუს v1-ის კვადრატი, ხო? აი ეს გამოსახულება, ეს არის v2-ის კვადრატს მინუს v1-ის კვადრატი, ხო? v2 ვიცით რომ არის 2v0, ხო? 2v0-ის კვადრატი მოგცემს ახლა ჩვენ, მოდი დავწეროთ და იქნება, ესე იგი ჩვენ გვექნება შემდეგი გამოსახულება. ნიუ ერი შეფარდებული 2 ალფა, ნიუ v2 არის 2v0, 2v0-ის კვადრატი მოგცემს 4v0 კვადრატს, ამას კიდე გამოკლდება, v1-ის კვადრატი, v1 არის v0, v0 კვადრატი გამოკლდება ამას. ესე იგი 4v0 კვადრატს მინუს v0 კვადრატი არის 3v0 კვადრატი. ესე იგი რა დაგვრჩება 3 ნიუ ერი შეფარდებული 2 ალფასთან v0 კვადრატი. შესაბამისად რო დავწეროთ მესამეს პასუხი, მუშაობა არის მიერ შესრულებული მუშაობა a ტოლი ყოფილა 3 ნიუ ერი v0 კვადრატი შეფარდებული 2 ალფასთან. ახლა გადავიდეთ მეოთხეზე. მეოთხე აირის შინაგანი ენერგიის ცვლილებაო. ხო, ამისთვის თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ შინაგანი ენერგია ეს არის, შინაგანი ენერგია არის 3/2 ნიუ rt, ხო? მაგრამ მეორე მხრივ მდგომარეობის გამომტოლებიდან ნიუ rt არის pv. შესაბამისად ეს გამოსახულება მიიღებს შემდეგ სახეს, ეს უდრის ეს ტოლი იქნება 3/2 pvc, ხო? საიდანაც დელტა u გვაინტერესებს, დელტა u ტოლი იქნება u2 შინაგანი ენერგიის ცვლილება, u2-ს მინუს u1. u2 იქნება, აი აქედან u2 იქნება 3/2 p2v2, ხო? ანუ დავწეროთ 3/2 p2v2. გამოკლებული 3/2 ისევ p1v1, აი აქ თუ ჩავსვათ u1 იქნება p1v1, ხო? ასე ბატონო ჩემო. ეხლა მოდი ესე გავაკეთოთ. 3/2 გავიტანოთ ფრჩხილებს გარეთ, რა გვიქნება 3/2 p2-ს მინუს p2v2 მინუს p1v1. ეს კი ტოლი იქნება, ეს ტოლი იქნება 3/2 p2 ვიცით აგერ ლაპოვნი გვაქვს. ესე იგი ნიუ ერი შეფარდებული ალფასთან v2 და კიდე v2-ზე ბრალდება. ანუ v2-ის კვადრატი გვიქნება. ამას გამოკლდება p1 აგერ აქ ვიცით, ის ტოლიც არის. p1 ექნება ნიუ ერი აქაც შეფარდებული ალფასთან v1 და კიდე v1-ზე ბრალდება. ანუ v1-ის კვადრატი გვინდა, ხო? ეს ტოლი იქნება, არის ტოლი იქნება ეს 3/2, მოდით ასე გავაკეთოთ, აქეთ დავწეროთ, ეს ტოლი იქნება 3/2 ნიუ ერი შეფარდებული ალფასთან გავიტანოთ გარეთ, გვექნება 3/2 ნიუ ერი შეფარდებული ალფასთან გავიტანეთ და ფრჩხილებში დაგვჭა v2-ის კვადრატს მინუს v1-ის კვადრატი, ხო? მაგრამ აი აქ ჩვენ v2-ის კვადრატს მინუს v1-ის კვადრატი გამოთვლილი გვაქვს, აი ეს გამოსახულება მივიღეთ, რომელიც 3v0 კვადრატი იყო. ანუ ეს ტოლი იქნება 3 ნიუ ერი შეფარდებული 2 ალფასზე და კიდე ბრალდება 3v0 კვადრატზე, ხო? ეს ტოლი გამოგვივა 9 ნიუ ერი v0 კვადრატი შეფარდებული 2 ალფასთან. ასეთი გამოსახულება მივიღეთ მეოთხესთვის შესრულებული შინაგანი ენერგიის ცვლილებისთვის. იგი დავწეროთ დელტა u ტოლი ყოფილა 9 ნიუ ერ v0 შეფარდებული 2 ალფასთან. ეხლა გადავიდეთ მეხუთეზე. აქ v0 კვადრატი გვინდა, ხო? აქ გვინდა v0 კვადრატი. კარგი, ესე იგი მეხუთე რა გვაქვს? მეხუთე შევხედოთ. მეხუთე აირის მიერ მიღებული სითბოს რაოდენობა გვაინტერესებს. კი ბატონო, მეხუთეში ესე იგი მოდით ამისთვის მიღებული სითბოს რაოდენობა თუ გავითვალისწინებთ თერმოდინამიკის პირველ კანონს, თერმოდინამიკის პირველი კანონის თანახმად აირის მიერ მიღებული სითბოს რაოდენობა შეიძლება მოხმარდეს შინაგანი ენერგიის ცვლილებას, მუშაობის შესრულებას, ან ორივეს ერთად, ხო? ეს არის თერმოდინამიკის პირველი კანონი. ეს ტოლი იქნება, ეხლა დელტა შინაგანი ენერგიის ცვლილება ნაპოვნი გვაქვს, ჩავწეროთ. ესე იგი 9 ნიუ ერ v0 კვადრატი შეფარდებული 2 ალფასთან. ამას კიდე დაემატება მუშაობაც ნაპოვნი გვაქვს, ესეც დავუმატოთ 3 ნიუ ერ v0 კვადრატი შეფარდებული 2 ალფასთან.
9 ნიუ R-ul კვადრატი შეფარდებული 9 მეორედ ნიუ R-ul კვადრატი შეფარდებული ალფასთან თუ დავამატეთ კიდე 3 მეორედ ნიუ R-ul კვადრატი შეფარდებული ალფას მივიღებთ 12 მეორედს 9 მეორედს პლუს 3 მეორედი ეს იქნება 6 ნიუ R-ul კვადრატი შეფარდებული ალფასთან შესაბამისად მოჩავწეროთ მეხუთესთვის მეხუთე Q ტოლი ყოფილა 6 ნიუ R-ul კვადრატი შეფარდებული ალფასთან